მანჩი გაბელია იმყოფება უკვე გერმანიაში და გვერდება ბერლინიდან პირდაპირ ეთერში. მანჩი საღამო მშვიდობის და გაგვიზიარე შთაბეჭდილებები, რომელიც შენ უკვე შეგექმნა მან და აი ასეთ გრანდიოზულ ღონისძიებაზე. შთაბეჭდილებების შექმნა ირაკლი იწყება აეროპორტში ჩამოსვლისთანავე, ძალიან ემოციურია ყველა მოქალაქისთვის, ალბათ, როდესაც ხედავ შენი ქვეყნის საუკეთესო ხედებს და ეს არ სრულდება აეროპორტში, შემდეგ გრძელდება ქალაქში მოძრაობისას ყველა მთავარ ქუჩაზე, სადაც ასევე ვხედავდით, რომ როგორ ჩერდებოდნენ ტურისტები და აკვირდებოდნენ დიდი ინტერესით აი ამ ბანერებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი უკვე დაჯდა გერმანიის დედაქალაქში, ის ჩამოვიდა ITB ბერლინის გასახსნელად სამთავრობო დელეგაციასთან ერთად და გამოფენა მას შემდეგ აიღებს სტარტს, რაც გრანდიოზულად გაიჭრება საქართველოს ეროვნულ სტენდთან. ლენტი 1000 კვადრატულ მეტრს შეადგენს ფართობი, სადაც საქართველო არის განთავსებული, თუმცა დამატებით დიდ ტერიტორიაზე ჩვენ ვხვდებით აი ასეთ მანიშნებლებს საქართველოს შესახებ. ცოტა ხნის წინ ვუყურებდი ერთ-ერთ ბანერს, სადაც ასე წერია, რომ საქართველო პირველი ევროპელების სამშობლო. ასეთია ჩვენი პოზიციონირებაც, რომ საქართველო იყო, არის და ყოველთვის იქნება ევროპული ოჯახის წევრი და თან ისეთი წევრი, რომელსაც ბერლინში საუკეთესო მასპინძლობა შეუძლია. დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა ჩვენთან საუბრისას, რომ ამ ფესტივალის მასპინძლობას აქვს როგორც სახელმწიფოებრივი და ტურისტული, ასევე ეკონომიკური ძალიან დიდი მნიშვნელობა. საქართველოს ნამდვილად ძალიან დიდი და ძალიან კომპლექსური გზა გაიარა იმისთვის, რომ ხვალიდან წარსდგეს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ასეთ მნიშვნელოვან და მაღალი რეპუტაციის მქონე ტურისტულ გამოფენაზე. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ძალიან დიდი ღირებულების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის, პოზიციონირებისთვის და მეორეს მხრივ ეს ხელს უწყობს რა თქმა უნდა ჩვენი ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებას. ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ქვეყნის მთავარ სტენდზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი ადგილობრივი ქართული კომპანია, რომელსაც ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო პოტენციურ პარტნიორებთან, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში აისახება ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვესწრებოდით გენერალურ რეპეტიციას კულტურული ნაწილის, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება და გვესმის ხმა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ასრულებს ერთ-ერთ კომპოზიციას. გალა კონცერტი არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, სადაც საქართველო წარადგენს საკუთარ ძალიან დიდ კულტურას და ისტორიას არგონავტებიდან დაწყებული დასრულებული თანამედროვეობით. ბერლინში ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კულტურის გრანდები არიან შეკრებილები მთელი მსოფლიოდან, ყველა ვინც არის ელჩი სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში ჩამოვიდა ბერლინში იმისთვის, რომ საუკეთესო კუთხით გააცნოს ქართული კულტურის ისტორია. აქ მოსულ სტუმრებს 3000-მდე მაყურებელი ესწრება. ეს არის ყველაზე დიდი დარბაზი, სადაც იქნება გალა კონცერტი და გაიხსნება ამით უკვე და დაიწყებს საქართველოს მასპინძლობას ITB ბერლინზე. აქ არიან როგორც კლასიკური მუსიკის, ასევე ეროვნული პოლიფონიის, ასევე ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებიც. ანუ თანამედროვეობამდე ვაცნობთ ჩვენს კულტურას, ეს ყველაფერი კი ბასა ფოცხიშვილის დადგმით. საუკეთესო ნაწილი ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების იქნება სცენაზე 6-ში. თავარი სათქმელი არის ალბათ ის, რომ საქართველო არის ევროპული უძველესი ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი საინტერესო ორიგინალური კულტურა, რომელიც დღემდე გრძელდება. პირველად გაიჟღერებს ამ სივრცეში ქართული კლასიკური მუსიკა და ძალიან მეამაყება სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მთელი ეს ნამდვილად დიდი შემოქმედებითი და ტექნიკური და საორგანიზაციო პროცესი ეძღვნება ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროპასთან და იმ დიდ ოჯახთან, რომლის აბსოლუტურად ღირსეული წევრები ვართ, თუნდაც იმის გამო, რომ ჯერ კიდევ 1000 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ ჩვენი ქვეყანა ამ საოცარ ევროპულ კულტურას ქმნიდა და დასაბამი იყო და საწყისი იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროცესის. სოფეშვილები ჩვენი განხრით, ჩვენი ჟანრით, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვიღებთ ამაში მონაწილეობას და საერთო კონცერტში
ძალიან საინტერესო კონცერტი შედგება, დარწმუნებული ვარ და აქ არის ელექტრონული მუსიკის ჟანრიც, არის კლასიკაც, არის ჯაზიც და მოკლედ ეს ყველაფერი ქართულია და ხარისხიანი და დარწმუნებული ვარ, რომ მიიზიდავს ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის.